ესტონეთი და ლიეტუვა სანქცირებულთა სიას ზრდის. ესტონეთმა სანქციები კიდევ 14 ლიეტუვამ კი 17 ქართულ თანამდებობის პირს დაუწესა. მათ შორის არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია. ისინი საკუთარ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ჩაგვრაზე საუბრობენ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სანქციების სია კიდევ გაიზრდება და მიმდინარე მოვლენების გამო დასავლეთი ქართულ ოცნებას სათანადო პასუხს გასცემს. თავად მმართველ გუნდში ორი ქვეყნის მხრიდან სანქციების დაწესებას უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებენ. ლიეტუვის მიერ სანქცირებული საქართველოს მოქალაქეების სია დღეს 17 პირით გაიზარდა. დამატებითი სანქციების შესახებ ინფორმაციაც და ისიც, რომ მათ შორის თანამდებობის პირები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გაახმოვანა. ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელზე დაყრდნობით გასაჯაროვდა ესტონეთის მხრიდან დამატებითი სანქციები. ირაკლი კობახიძე ამ 14 კაციან სიაშიც ფიგურირებს. ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეები, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს. ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ ოცნებას. ესტონეთთან კოორდინაციაში ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია დამატებით 17 პირის სიაში შეყვანით, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობასა და ჩაგვრას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. დადგა დრო ერთობლივი ქმედებებისთვის ევროკავშირის დონეზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან ეს პერსონალური სანქციების პირველი ტალღა არ არის. საქართველოს იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, 1 დეკემბერს გამოქვეყნდა. ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამით პარტნიორი ქვეყნები საქართველოს მოსახლეობას საკუთარი ხელისუფლებისგან იცავენ. პრინციპი არის მარტივი. ყველა, ვინც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აიღმაღლებს მახვილს, იქნება ამავე მახვილით წარწმედილი. ეს არის პრინციპი, რომელთაც ჩვენი პარტნიორები მოქმედებენ ქართველი ხალხის, საქართველოს დემოკრატიის და ჩვენი ქართული სახელმწიფოს ინტერესების მხარდასაჭერად. და საბოლოოდ ამ ყოფის შედეგი იქნება ის, რომ არც ერთი პირი, რომელმაც მიიტაცა ქართული სახელმწიფო, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და რომელმაც გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო ტერორი მოეწყო საქართველოს ხალხისთვის, არც ერთი ასეთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი. ის რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე ასანქცირებენ ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი ფაქტურად არ არსებობს. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ყველაზე უფრო ახლო მეგობრები, როგორც არიან ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ცენტრალური ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, მათთვის ესენი არიან ტოქსიკურები. ქვეყნის შიგნით მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, ქვეყნის გარეთ მათთან ურთიერთობა არავის არ უნდა. დაგვიანებული, თუმცა მნიშვნელოვანი ზომები ასე აფასებენ ბარიერგადალახულ ოპოზიციაში პარტნიორი ქვეყნების მიერ მკაცრი რიტორიკის კონკრეტული ნაბიჯებით ჩანაცვლებას. ოპოზიციურ სპექტრში ამ მეთოდის ეფექტურობაშიც დარწმუნებული არიან და იმაშიც, რომ როგორც დასანქცირებული პირების, ასევე დამსანქცირებელი ქვეყნების რიცხვი დღითი დღე გაიზრდება. შეერთებულმა შტატებმა გარდა იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვეტა საქართველოსთან, დამატებით სანქციები და უკვე ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს იმის გამო, რომ საკუთარ ხალხს სასტიკი მეთოდებით, წამების მეთოდებით უპირისპირდებოდნენ. ბალტიის ქვეყნებმა, უკრაინამ, კანადამ უკვე სანქციები შემოიღო. 16-ში იმართება ევროკავშირის მინისტერიალი და განხილვა საქართველოს, სადაც ასევე სანქციები მოსალოდნელია. და სად არის მითხარით, ან ღირსება დაპირებული, ან ღირსების ცვლა ევროპისკენ აივითარებაში, ან თუნდაც მათი დაპირებული ყალბი მშვიდობა. იმ უწყვეტ პროტესტს, რომელსაც აქვს ადგილი საქართველოში, აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ. ასე რომ გავაგრძელოთ პროტესტი, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო. მომავალ კვირაში დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნება მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას. მმართველი პარტია კი სანქციების დაწესებას ცალსახად უსამართლო ქმედებად და უცხო ქვეყნებისგან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთ მცდელობად აღიქვამს. როგორც ევროპული ქვეყნებიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დამოკიდებულების რადიკალურად ცვლილების იმედი ქართული ოცნებისთვის 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღს უკავშირდება. კარგად ხედავთ თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება, მეგობრებო.
20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტი რადიკალურად იქნება განსხვავებული მოცემულობა მსოფლიოშიც, ევროპაშიც და რა თქმა უნდა საქართველოსთან მიმართებად. ეს არის ხალხის ნების უპატივისმცემლობა და 1,100,000 ამომრჩევლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის იგნორირება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათთვის არ არის მისაღები ის ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე მე-9 ზედიზედ ირჩევს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი მეგობრობა არც სიტყვებით და მით უმეტეს საქმითაც არ გამოიხატება რეალურ მეგობრობაში და ისინი არიან ორიენტირებული კონფრონტაციაზე და ადგილობრივ დონეზე გარკვეულწილად სიტუაციის რადიკალიზაციაზე. საქართველოს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მომავალ კვირაშიც აქტუალური იქნება. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ბრიუსელში ორშაბათს საგარეო მინისტრთა საბჭოს, 17 დეკემბერს კი ევროპარლამენტის დებატების ფორმატში იმსჯელებენ.